თუ გავიხსენებთ იმას, რომ უკრაინელი ხალხი ჩვენ გვერდზე იდგა 2008 წელს, ყველაზე მძიმე მომენტში ალბათ ჩვენი სახელმწიფოებრიობის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ალბათ ძალიან სწორია, რომ საქართველოში ამისთან აქცია იმართება. მნიშვნელოვანი არის ის გავაკეთოთ ისე, როგორც ეს მეღონიზება ისე ჩავატაროთ, როგორც ამას ჩვენი პოლიტიკური სპექტრი აფიქსირებს. ხაზი გავუსვათ იმას, რომ ჩვენ არც მთავრობის წინააღმდეგი ვართ, არც რომელიმე პოლიტიკურ ძალას უჭერთ ხარს, ჩვენ უკრაინელი ხალხის ევროპულ არჩევანს უჭერთ ხარს და მის გვერდზე ვდგავართ. რაც შეეხება ჩემ მონაწილეობას, თუ ეს ახალგაზრდობის აქცია არის, მე უკვე ამ კატეგორიას აღარ მივეკუთვნები, მაგრამ პარლამენტთან მე მგონია ეს აქციები გაგრძელდება, რომლის ორგანიზებაც დაიწყო რამდენიმე დღის წინ და იქ აუცილებლად ვიქნები. აი ნახავ თუ ახალგაზრდული არ არის მარტო მაშინ ხო მაშინ შევერთდები და თუ მარტო ახალგაზრდული არის სამწუხაროდ უკვე აღარ მივეკუთვნებ მაგ კატეგორიას. კიდე იცით რა თავრობის გადადგომას თუ უყურეთ რამდენიმე ერთი კვირის წინ მე გადაცემაში მივიღე ერთ მონაწილეობას, სადაც ვთქვი, რომ იანუკოვიჩი პრეზიდენტი იანუკოვიჩი არ სადარწავა 2015 წლამდე. რაც შეეხება მთავრობის გადადგომა ეს მისთვის ესე ვთქვათ ბალასტის გადაგდებას ნიშნავს გემიდან და ამიტომ არ იჩქარებს ამის გაკეთებას და რაც შეეხება უკრაინელი ხალხის მოთხოვნას შეგახსენებთ, რომ ქალბატონ ეშტონთან მოლაპარაკებების შემდეგ სამუშაო ჯგუფი ბრიუსელში გაემგზავრება, სადაც გაგრძელდება მუშაობა ტექსტზე, რომელსაც ხელი უნდა მოეწეროს. სატელევიზიო გამოსვლაშიც და უკრაინის ყოფილ სამ პრეზიდენტთან შეხვედრაშიც პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა განაცხადა, რომ 2014 წლის მარტში აუცილებლად მოხდება ხელმოწერა. ამან თქვენ შეამჩნიეთ, ამან ცოტა დაზიანა ეს ტემპერატურა მაიდანზე. ღამე დღეს იქ მხოლოდ 5000 კაცი იყო დარჩენილი. მას შემდეგ რაც სპეცრაზმას სადა დარბევა 20000-მდე გაიზარდა, რამდენადაც მე მისმის, ეს ის ციფრები არ არის, რაც ძალიან დიდ პრესინგს ქმნის მთავრობას და პრეზიდენტს. ნუ, რასაც მე უყურებ ლაივ სტრიმში, პირველ დღეებს ის ნამდვილად არ შეედარება, ხო ესეა. როდესაც სხვადასხვა ციფრებს იძლევიან, ოპოზიცია ეძახდა, რომ მილიონი ადამიანი იყო, ხელისუფლება ეძახდა, რომ მილიონი ადამიანი ფიზიკურად ვერ დაეტავა მაიდანზე, არ აქვს მნიშვნელობა. 500,000-იც უნდა ყოფილიყო, ეს ციფრებით კამათი ყოველთვის სასაცილო ჭერს, როდესაც 500,000 მოქალაქე გამოდის ქვეყნის 300,000. ეს უკვე სერიოზული ძალა არის, რომლის მოთხოვნასაც და პრეტენზიასაც ყურადღება უნდა მიაქციო, მაგრამ ის რომ მკვეთრად შემცირებული არის მონაწილეების რაოდენობა, ეს ჩანს, ლაივ სტრიმშიც ჩანს. იცით ვილნიუსის სამიტზე პარაფირების შემდეგ რამდენიც მე მესმის ევროპის კავშირში და ბრიუსელში, კერძოდ ბრიუსელში უკვე არის დაახლოებითი წარმოდგენა იმაში, რა სისწრაფით უნდა წავიდეთ ჩვენ. და არ ამგონია, რომ უკრაინის მოვლენებმა რაღაც განსაკუთრებული როლი ითამაშოს ამაში. ჯერ ვლაპარაკობდით, რომ შემოდგომაზე იქნება. შეიძლება ხა კიდევ უფრო დაჩქარდეს და ივნისში იყოს ამისთანა განცხადებაც გავიგე. ჩვენმა მეგობარმა, საქართველოს დიდმა მეგობარმა, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბატონმა ურმასპაეტმა, არ ვიცი სოციალურ ქსელებში თუ ინტერვიუში განაცხადა, რომ ვილნიუსმა მკაფიოდ დააფიქსირა, რა განსხვავებები არსებობს იმ 6 ქვეყანაში, რომელიც აღმოსავლეთის პარტნიორობის წევრები არიან და ევროპის კავშირმა ეს უნდა გაითვალისწინოს. ეხლა მართალი არის, ჩვენ ვერ ჩავეწერებით ზოგიერთი ქვეყნების რიგებში და იმათი ტემპით ვერ ვივლით, ან იმათი სურვილისამებრ ვერ ვივლით ევროპის კავშირისკენ. ჩვენი გრაფიკი გვაქვს, ჩვენი სისწრაფე გვაქვს არჩეული, ჩვენ ხალხს თავისი გადაწყვეტილება დიდი ხანია უკვე აქვს გაკეთებული, ამიტომ თუ ბრიუსელიდან იქნება
შესაბამისი სიგნალი და შესაბამისი რეაქცია კარგია, მაგრამ ეს უკრაინის გამო არ იქნება, ეს საქართველოს გამო იქნება. უკრაინის მოვლენები არც დააჩქარებს, ვერც ჩიანელებს, ვერც დააჩქარებს საქართველოს წინსვლას ამ მიმართულებით. თუ დღეს თქვენ ხო ჩემსავით დილას გაზეთებით იწყებთ ახალი ამბავით, ხო? სადღაც უყურებთ ახალ ამბავს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება, სადაც მან საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჩვენმა დიპლომატიურმა უწყებამ გამოხატა უკიდურესი შეშფოთება რუსეთის იმ პროვოკაციული ქმედებების გამო, რომელიც ისეწევა ქარელის და გორის რაიონის სოფლებში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. ეხლა ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო არ არის, ეს არის ქართული ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტრო და ბიძინა ივანიშვილის საგარეო საქმეთა სამინისტრო. თუ ეს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ამ მთავრობის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამისთანა შეშფოთებას გამოთქვავს და ამისთანა განცხადებას აკეთებს, ესე იგი საქმე კიდევ უფრო სერიოზულად არის, ვიდრე ჩვენ გონია. არ დაგვავიწყდეს რა განცხადებებით მოდიოდა ეს მთავრობა, რომ მათ რუსეთთან ყველაფერი დაალაგებული აქვს, ყველაფერი შესანიშნავად იქნება, ჩვენი მთავრობისგან განსხვავებით იქნება ღრზილებში კოცნა და სიამტკბილობა. შედეგად რამე იღეს ნახეს. მე სხვათა შორის ძალიან დიდ პატივს ვცემ ამ პოზიციას და არც ვითხოვ, რომ თავისი შეცდომების დაფიქსირება დაიწყონ, ბოდიში მოიხადონ განცხადებებისთვის, სწავლობს ხალხი. ეს უკვე კარგი არის, სწავლის პროცესი კარგია და პატივსაცემ. და ძალიან მიხარია, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა სერიოზულად პრობლემა, სერიოზულად არის აღქმული დღევანდელი ხელისუფლების და კერძოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. მე უკვე არ ვიცი რამდენიმე თქვენთაგანი უკვე იყო პირველ რადიოში, როდესაც პრესკლუბში ეს შეკითხვა მომწეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე რომ ვიყო საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელი დღეს, ზუსტად ისევე მოვიქცეოდი, როგორც იქცევა ხელისუფლება. ხელისუფლების წარმომადგენელს არაფერი არ ესაქმება ამ მანიფესტაციაზე, იმიტომ რომ ეს იქნება შინაგან უკრაინის შიდა საქმეებში ჩარევა. ეს ჩვენი საქმე არ არის. უკიდურესი ფორმა მონაწილეობის მე ვიტყოდი არის დეპუტატები პარლამენტის. თბილისის დონეზე ის უნდა გამოხატონ, თუ მოქალაქეებზე მეკითხებით, ეს ჩვენი კონსტიტუციური უფლება არის, მივიღოთ მონაწილეობა დემონსტრაციაში, გავიკეთოთ უკრაინის სახელმწიფო დროშისფერი ჰალსტუხი, გავაკეთოთ განცხადებები, რომელსაც ჩავთვლით საჭიროდ, მაგრამ რაც შეეხება ხელისუფლებას, არ არის საჭირო ხელისუფლებაზე პრესინგი. იმიტომ რომ ხელისუფლება ამ მთავრობასთანაც უნდა იყოს კონტაქტში და იმუშაოს მომავალ მთავრობასთან, ამიტომ ძალიან სწორი საქართველოს მთავრობამ გამოხატა უკვე თავისი მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის არჩევანის სრულიად საკმარისი არის. დანარჩენი ყველაფერი უკიდურესი გაღიზიანებით იქნება, ეს ამაზე ნურს დაწერთ რა. უკიდურესი გაღიზიანებით იქნება ეს და იანუკოვიჩი არ სადარწავა გარანტიას გაძლევთ. ხო, თქვენ ხო ყურადღებას აქცევთ და აფიქსირებთ. ხო, თქვენ ხო აფიქსირებთ ცვლილებას იმ რიტორიკაში, რაც მოხდა, ხო? შარშან 1 ოქტომბრიდან არჩევნებიდან ჩვენ გვესმოდა, რომ მოხდებოდა სრული სასწაული, გაიხსნებოდა 60 ახალი საწარმო, რუსეთთან ურთიერთობა მყისიერად დაალაგდება. მათ იციან ის რეცეპტურა როგორ უნდა გააკეთონ, უნდა დაიწიოს რიტორიკა, დაპირისპირება საერთაშორისო ორგანიზაციებში შენელდეს და საერთოდ არ იყოს არავითარი განცხადებები. აღმოჩნდა, რომ 1 წლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ თუ არ ჩავთვლით ერთი-ორ ადამიანს, რომელსაც გაუგებარი პოზიცია უკავია საქართველოს მოქალაქის თვალსაზრისით, ჩემი პირადი თვალსაზრისით, აღმოჩნდა, რომ ცხოვრებამ ისინი საკმაოდ კარგად განაათლა ამ სფეროში. და ჩვენც არ ვაკეთებდით არავითარ განცხადებებს, თუ რუსების სამხედროები არ არღვევდნენ საქართველოს მოქალაქეების უფლებებს და არ იტაცებდნენ მათ თავის სახლებიდან, თუ რუსი მაღალჩინოსნები და რუსი სამხედროები არ ჩადიოდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და არ აკეთებდნენ იქ პროვოკაციულ განცხადებას, თუ დამატებითი შეიარაღება არ შედიოდა. ეხლა
ეს ყველაფერი პატარა ნაბიჯი გადადგმული არის. ხო გახსოვთ თავარი არგუმენტი არა? ეს რა რიტორიკა ქონდა წინა ხელისუფლებას. ეხლა რო აიღოთ ჩვენი განცხადება და დღევანდელი განცხადება copy paste-ით არის გადმოტანილი. მაგრამ მეორე მხრივ მაინტერესებს თუ შეამჩნიეთ გასასვლელი არის ხელისუფლება ხმას არ იღებს იმაზე რა რაოდენობის დამატებითი შეიარაღება შეაქვს გიუმრის სამხედრო ბაზაზე რუსეთს. და მე თქვენ როგორც ჟურნალისტებს არ დაგიწყებთ მოყოლას ახლა ცოტა დრო გვაქვს მეც და თქვენს. ამიტომ შედით ინტერნეტში და წაიკითხეთ ამხანაგი პუტინის ვიზიტის შემდეგ და ვიზიტის წინ სომხეთში რა რაოდენობის შეიარაღება და შედის სომხეთში, კერძოდ რუსეთის სამხედრო ბაზაზე და როგორ იზრდება რუსეთის სამხედრო პოტენციალი ეგ. საქართველოს დასახმარებლად ღრისთვის არის ეს. შემდეგ შეკითხვა. გასთან? აი ძალიან კარგი შეკითხვა შეგიძლია აღარ გააგრძელო, უკვე ძალიან კარგი შეკითხვა არის. როდესაც თუ გახსოვთ 24 საათში მქონდა მე ინტერვიუ, ალბათ პირველი ინტერვიუ იყო ეს, სადაც ფაქტიურად შევთავაზე რეცეპტურა და უთხარი რომ შეგწყვეტათ მიმართეთ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს და წავიდნენ ქართველი სპორტსმენები, არ გვინდა ხა არ გვინდა ჩვენ გავხდეთ სანქციების მსხვერპლი და ორი ოლიმპიური ციკლით მოვწყდეთ ოლიმპიურ თამაშებს, ხო? მაგრამ თხოვეთ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს რომ ნება დაგხვდოს გამოვიდეთ ოლიმპიური დროში. დრო გაწელეს ყველანაირად, სანამ უკრაინის მოვლენები არ დაიწყო და არ გამოჩნდა რუსეთი რა რეაქციას ახდენს თავისი მეზობლების ევროპულ არჩევანზე, ვერ ამოღერღეს რომ ოფიციალური დელეგაცია სამთავრობო სოჩში არ წავა, სოჩში არ წავა, ვერ ამოღერღეს ეს და ეხლა უკვე პრინციპში ეს დაგვიანებულია, იმიტომ რომ რაღაცის გაკეთებაც რომ დავაპიროთ. მე არ მგონია რომ დრო გვეყოს ჩვენ დეკემბრის შუაში ვართ, ოლიმპიადა 7 თებერვალს იხსნება. ჩათვალეთ რომ 3 კვირა დეკემბერში და იანვარში ყველა ალკოჰოლში აქვს შეცურვა და რა ვიცი ახლა ამ პრობლემებისთვის სასწალია. და რაც შეეხება ამ ბოიკოტს, რომელიც რამდენიმე მაღალჩინოს არ მომაბა გერმანიის პრეზიდენტმა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა გამოუცხადეს უკვე სოჩის ოლიმპიადას. ეს რომელიღაც მაღალჩინოსნები არ არის და ეს დამიჯერე ეს დასაწყისი არის მხოლოდ. კი, და როგორც აი ირანის შემთხვევაში, უბრალოდ ამ ხელისუფლების დიდი პრობლემა ის არის, რომ ის რაც ცხოვრებამ აი მოუტანა და მათ ფანჯარაზე ან კარზე მიაგდო, ამას ხედავენ, მაგრამ 2-3 წლით წინ რაღაცის გათვლა ჯერჯერობით სამწუხაროდ. არა, ჩვენ მოგვიწევს უკვე, ვერ მოვასწრებთ ჩვენ ოლიმპიური დროში წასვლას, ვერ მოვასწრებთ ამაზე ნებართვის მიღება. სამოსხო ნებართვა ჭირდება ყველაფერს, არა? მოგვიწევს ჩვენ დროში წასვლა. მოკლედ. სამწუხარო არის ეს. კიდე? არ ვიცი, თქვენ მე მეკითხებით იმას, როგორ იმუშავებს ხელისუფლება იმისათვის, რომ ეს საკანონმდებლო აქტები მიიღოს. მე ამას ვერ ვიტყვი, ეს არ ვიცი, მაგრამ არა, ჩვენი მოქალაქეების ნება და გადაწყვეტილება იმდენად მტკიცეა, რომ მე არ მგონია საქართველოში რომელიმე მთავრობა გავედავს იმას ოდესმე, რომ რაღაც პროცესი ხელოვნურად შეაჩეროს. სხვა საქმე არის, რომ თუ მეხსიერება ამბავტობს ამასამდე საკანონმდებლო აქტი არის შესაძლებელი ან მისაღები, მაგრამ ერთ რაღაცას მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო. ბრიუსელიდან უკვე გაიცმა 1-2 განცხადება, მართალია საშუალო დონეზე, მაგრამ უკვე გაიცმა, რომ ორი ხელშეკრულების, ასოცირების ხელშეკრულების ორივე ნაწილის ზოგიერთი დებულება შეიძლება წინსწრებად ამუშავდეს. ამიტომ მე არ მგონია, რომ ეს დიდი პრობლემა იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. ერთი წელიწადით საკმარისი არის, მით უმეტეს რომ გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს, ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ ძალიან ბევრი რეფორმა და ღონისძიება, რასაც ითხოვდა ასოცირების ხელშეკრულება, წინსწრებად არის გაკეთებული ჩვენი ხელისუფლების დროს
იმასაც მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო, რომ მაგალითად ხმა და ყოვლის მოუწევ თავისუფალ ვაჭრობაში ბევრი არაფერი არ იქნება იმ საბაჟო ტარიფების და გადასახადების მოსაკრებლების სფეროში ჩვენი მხრიდან გასაკეთებელი, იმიტომ რომ ჩვენ ფაქტიურად ნოლამდე გვაქვს დაყვანილი ეს შესაბამისი მოსაკრებლები და ტარიფები ევროპის კავშირთან. ასე რომ გონი ხელისუფლებას აქვს გადაწყვეტილება მიღებული და რადგან აქ ოპოზიციის და ხელისუფლების პოზიცია სრულიად ემთხვევა ერთმანეთს და ყველას უნდა რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ეს ხელმოწერა მე მგონია დაჩქარებული ტემპით იმუშავება. აი ესეც შესანიშნავი განცხადება არის და ცრემლები მომდის თვალებზე ამას რო იძახის დღევანდელი ხელისუფლება. როგორ არ ვეთანხმები, მაგრამ იმას არ იძახია რატო აქვს რატო არ აქვს რუსეთს ეს ბერკეტები. იმიტომ არ აქვს, რომ ფუნდამენტალური საკითხი იყო გადაწყვეტილი, ეს არის საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა, არა ვართ არც რუსულ ნავთობზე, არც რუსულ გაზზე დამოკიდებული, არც რუსულ ელექტროენერგიაზე. ამის გარდა რუსული ბაზრის როლი ჩვენ ეკონომიკაში მინიმუმია, თუმცა აი აქ ნამდვილად უნდა ვთქვათ, რომ შესანიშნავად ჩაატარა ეს ოპერაცია სოფლის მეურნეობაში, განსაკუთრებით კახეთში ხელისუფლებამ და ეს ადგილობრივებს დაეთყოთ. ამაზე ორი აზრი არ არსებობს. მართლა ორგანიზებულად იყო რთველი ჩატარებული და რუსული ბაზრის გახსნათ ჩვენი მეღვინეებისთვის ამან ძალიან დადებითი როლი ითამაშა. ამის უარყოფა იქნებოდა უსინდისობა. რაც შეეხება ბერკეტებს, არ აქვთ ეკონომიკური ბერკეტები, არ აქვთ იდეოლოგიური ბერკეტები, არ აქვთ ენერგეტიკული ბერკეტები, მაგრამ სამწუხაროდ აქვთ იმისთანა ორი ბერკეტი, როგორც არის საქართველოს ორი ოკუპირებული პროვინცია აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. იქ ყველანაირ პროვოკაციებს უნდა ველოდეთ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დღევანდელი განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსი ეს ასე ვთქვათ გაფრთხილება არის ჩვენი მეგობრებისაც და საქართველოს მოქალაქეებისთვისაც. ამიტომ სუმფლად ბერკეტი არ აქვსო, მართლა მადლობას არ ვითხოვთ, ის გაკეთებული არის, რომ მინიმუმამდე დავი. ყოველ შემთხვევაში უკრაინის ან დაუშვათ მოლდოვის მდგომარეობაში ჩვენ ნამდვილად არ ვართ. რაც შეეხება ენერგეტიკას და ეკონომიკას, მაგრამ ორი ოკუპირებული ტერიტორია, იქ განლაგებული 10,000-მდე რუსის სამხედრო, მავთულხლარფები, ბანერები, საქართველოს მოქალაქეების შევიწროება, მათი გატაცება, საქართველოს საოკუპაციო ხაზის აქეთ მდებარე საქართველოს ტერიტორია, მაგრამ ეს ძალიან დამაფუძნებელი არის. ერთი რაღაცით დაკავებული არ ვარ, ბევრი რაღაცით ვარ დაკავებული. მე ვიცი, რასაც მეკითხებით, მე და 6 ჩემმა მეგობარმა, ვისთანაც ერთად მრავალი წელი არის ვმუშაობ და მრავალი წელია ვმეგობრობ, გავაკეთეთ ესეთი ინტერნეტ გამოცემა ივერია. და ეს იმით განსხვავდება ივერია წერტილი biz. ეს იმით განსხვავდება დანარჩენი ინტერნეტ გამოცემებისგან, რომ ჩვენ პრინციპულად არ გვაქვს ახალი ამბები და პრინციპულად არ ავწერთ არაფერზე, რაც არ ეხება პოლიტიკას საერთოდ. მით უმეტეს, როცა ამ პოლიტიკას უდგები ანალიტიკური კუთხით. და მიხარია, რომ ფართოდ სარგებლობს ის ხალხი, ვისაც opinion maker-ებს ვეძახით, ხო, ვიც საზოგადოებრივ აზრს ქმნის, ისინი ძალიან ფართოდ სარგებლობენ ჩვენი პუბლიკაციებით. ეს ნამდვილად მიხარია. შედი დაგაინტერესებთ. ჩვენი ხალხის სტატიებია. ივერია წერტილი biz. biz. რა შეგითხვა გაქვთ კიდე? არა, შედი დაგუგლე, შედი და პროფესიონალი ხარ, შედი დაგუგლე, იმიტომ რომ ხა მე რომ მოგიყვე, მე აღარ შეხვალ იქა და მე მინდა რომ შეხვიდე და შენ თვითონ იპო. მოგცემ რუსები რო იტყვენ ნავოდკას. შედი კომერსანტში და შედი Google იმაში regnum წერტილი ro. რაზე? სოფხეთში შეერაღებული ძალე, რუსეთში ხო თქვი უკვე.
ცოტა რო განვაგრძობ თქვით, რომ ეს რუსეთი განაგრძობს სამხედრო ტურიზმს სამხრეთ კავკასიაში. და ხო, ამჯერად სომხეთის ტერიტორიაზე დამატებით რამდენიმე ათასი რუსი სამხედრო ტურისტი განლაგდება კიდე. სამხედრო ტურიზმს. ეს შენი ოპერატორია? მოკვდა უკვე ვირი. რუსეთი სამხრეთ კავკასიაში განაგრძობს სამხედრო ტურიზმს, ისევე როგორც ის ამას აკეთებდა 1980-იანი წლების დასაწყისიდან. რამდენიმე ათასი რუსი სამხედრო ტურისტი განლაგდება დამატებით გიუმრის სამხედრო ბაზაზე თავისი შვეუმფრენებით და სხვა სამხედრო ტექნიკით. დეტალებისთვის რუსულ გამოცემებს მიმართეთ, ყველაფერი კარგად არის აღწერილი. საქართველოს ხელისუფლებამ ამაზე განცხადება არ უნდა გააკეთოს, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ ამაზე აუცილებლად უნდა ილაპარაკოს საერთაშორისო ორგანიზაციებში. არა. ზუსტად გეუბნებით. ისევე როგორც ძალიან ბევრ ახალს. თქვენ სხვა შორის ვკითხეთ რა არის შესუსტებული. საქართველოს დიპლომატიის მცდელობები არის უკიდურესად შესუსტებული, ერთ მხრივ გაძლიერებულია რამდენიმე მიმართულებით, მაგრამ იქ გაძლიერება ძნელი არ არის, მაგალითად ევროინტეგრაცია, მაგრამ უკიდურესად არის შესუსტებული რაც შეეხება საერთაშორისო ორგანიზაციებს, მაგალითად, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ რომ უკიდურესად უგუნურად მოექცენ იმ კადრებს, რომელიც ყავდა. ბავშვებო, ძალიან გამიხარდა თქვენი ნახვა, კარგად გყავდეთ.